ამ ნაწილში დასმულია კითხვები შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალების შესახებ. აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარჯვნივ მოხვევის უფლება? ამ ნიშნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას მარჯვნივ მოხვევის უფლება არ აქვს. მსუბუქი ავტომობილის ზოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა. ამ ზოლიდან მსუბუქი ავტომობილის ზოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. რომელი მიმართულებით შეუძლია მსუბუქი ავტომობილის ზოლს მოძრაობა? როგორც ვიცით, ეს ნიშანი ვრცელდება მხოლოდ ამ საჯვარედინზე აქედან გამომდინარე. ნებისმიერი მითითებული მიმართულებით, ანუ სწორი პასუხია პირველი. არ არღოს მოცემულ სიტუაციაში. არ არღოს ავტობუსის ზოლი. სათანადო ზოლიდან მოძრაობს. მარცხნივ. ამ შემთხვევაში მძღოლს შეუძლია იმოძრაოს მე-4A, B და C მიმართულებით. როცა შუქნიშანი ჩართულია, ამ შემთხვევაში მოცემული პრიორიტეტის ნიშანი ძალაში არ არის, აქედან გამომდინარე, გაჩერება აუცილებელი არ არის. გააჩნია რა სიტუაცია შეიქმნება კონკრეტულად საჯვარედინზე. მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვთ ზურგის მხარეთ ჩაკეტა, მარჯვენა გვერდის მხარეთ ჩაკეტა. ესე იგი, მოძრაობის უფლება აქვთ ტრამვაის, მოტოციკლს და ამ სატრანსპორტო საშუალებას. ანუ სწორი პასუხი აქ არის მესამე. რა თქმა უნდა, შეამციროს სიჩქარე, დარწმუნდეს, რომ უსაფრთხოა მოძრაობა და შემდეგ გააგრძელოს მოძრაობა და სწორი პასუხია მეორე. ამ შემთხვევაში ვინაიდან ზურგის მხარეა ჩაკეტილი და ქვეითებს აქვთ გადაადგილების საშუალება, ვალდებულია მოტოციკლის ზოლი გაატაროს ქვეითები და სწორი პასუხია მეორე. ამ სიტუაციაში მარჯვნივ წასვლის უფლება აქვს ამ სატრანსპორტო საშუალებას, ანუ B მიმართულებით სწორი პასუხია მესამე. არ აღვევენ პოლიციელის მითითებებს. მითითებებს არ აღვევენ ტრამვაის და ავტობუსის ზღოლები, ვინაიდან ეს მხარე ჩაკეტილია,
კედლის მხრიდან მარჯვნივ წასვლის უფლება აქვთ, ამას კი ნებისმიერი მიმართულებით. ანუ სწორი პასუხია მესამე. ესე იგი, ვინ არღვევს, მოკლედ რო ვთქვათ, გამომდინარე სიტუაციიდან არც ერთი არ ამღვევს, ანუ სწორი პასუხია მეხუთე. მოცემულ სიტუაციაში ჩვენ საჯვარედინი უნდა გავიაროთ პირველმა, ვინ მესამეა სწორი პასუხი, ვინაიდან დაუკვირდით აქ ტრამვაის მოძრაობას უგრძელავს აი ეს ტესმაგვარი შუქნიშანი. ანუ ტრამვაის აქ მოძრაობის უფლება ჯერჯერობით არ აქვს, ამიტომ უნდა გავიაროთ პირველმა. მარჯვნივ სკოლის მოქმედება მოცემულ სიტუაციაში. გაიაროს პირველმა, ვინაიდან პოლიციელის ამ ჟესტიკულაციის მიხედვით ტრამვაის წასვლის უფლება აქვს მხოლოდ მარცხნივ და მარცხნივ რელსები საერთოდ არ არსებობს. ლოგიკა გასაგებია, მე მგონი, გაიაროთ საჯვარედინი პირველმა. არ შეუძლია მარცხნიდან კვეთავს ორმაგ წყვეტილ ხაზს და ასევე კითხვაში შუქნიშნები გამორთულია, ორი მიზეზის გამო ესე გამორთული არ შეუძლია და მარცხნივ შესვლა გადაკვეთა ამ ხაზისა უფლება არ აქვს. გააგრძელონ მოძრაობა. მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ავტობუსის და ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, ანუ სწორი პასუხია მესამე. მხოლოდ მარჯვნივ. დიახ. მკვეთრი დამუხრუჭების გამოყენება არ შეიძლება, იგი უნდა გამოვიყენოთ ავარიული სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით და მეორე შემთხვევაა თუ მოძრაობისას საჭის მართვის მექანიზმი გამოვიდა მწყობრიდან. ამ შემთხვევაში ვიყენეთ მკვეთრ დამუხრუჭებას. აქ სწორი პასუხია დიახ. დიახ, შეუძლიათ შუქნიშნის სიგნალზე შეუძლია თუ არა მოძრაობა სატრანსპორტო საშუალების ისრებით ნაჩვენები მიმართულებით. დიახ, შეუძლიათ მსუბუქი ავტომობილის ზღოლს. აქ ჩართულია დამატებითი მწვანე სექცია. აქედან გამომდინარე, მარცხნივ მოძრაობის უფლება ეძლევა მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებას. აქ საქმე გვაქვს არარეგულირებულ საჯვარედინზე, აქედან გამომდინარე
ტრამვაი სარგებლობს გავლის უპირატესობით. შემდეგ ტრამვაი, სუბუქი ავტომობილი, ეს ტრანსპორტი და შემდეგ სატვირთო, ანუ დალაგდეს ტრამვაი, სუბუქი, ტროლეიბუსი, სატვირთო ავტომობილი. სწორი პასუხია მეორე. კერდის მხრიდან დგას ტრანსპორტი და როგორც ვიცით, მოძრაობის უფლება გვაქვს მხოლოდ მარჯვნივ, აქედან გამომდინარე შეუძლია მხოლოდ სუბუქ ავტომობილს. და სწორი პასუხია მეორე, შეუძლია მხოლოდ ავტომობილების მძღოლებს. ვერ გავიგეთ, ესე იგი უკაცრავად მარცხენა მხრიდან მდგავართ, ხო? დიახ, მარცხენა მხრიდან მდგავართ, უკაცრავად მაშინ ურელსოებს ნებისმიერი მიმართულებით შეუძლიათ იმოძრავონ და ტრამვაის მხოლოდ მარცხნივ. ანუ კითხვაზე სწორი პასუხი იქნება. შეუძლიათ მხოლოდ ავტომობილის მძღოლებს, ანუ ამ ორ სატრანსპორტო საშუალებას. კიდევ უკაცრავად მეც მიჭირს თუ არ გავიგე კითხვის შინაარსი და არ აღვიქვი მთლიანობაში მოცემული ნახატი. აქ არარეგულირებული გზაჯვარედინია და დიახ, არ არის აუცილებელი სიტუაციას გააჩნია, რომ გავჩერდეთ სტექ ხაზთან. აქ შუქნიშანია ჩართული, ანუ ამ საგზაო ნიშანს ამ შემთხვევაში არ ვანიჭებთ არაფერ უპირატესობას, შუქნიშნებს ვემორჩილებით, განიხილება როგორც გზაჯვარედინი, ანუ გაივლის პირდაპირ. ესე იგი, ავტომობილის მძღოლმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი გაუჩერებლად. და სწორი პასუხია მესამე. ხვდებით ალბათ, რომ მალე უნდა ჩაერთოს მწვანე შუქნიშნის სექცია და სწორი პასუხია მესამე. უნდა გავჩერდეთ და დაველოდოთ მოძრაობის ნებადამთვალ სიგნალს. აქ საქმე გვაქვს არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, ვინაიდან ყვითელი სექცია მუდმივად ჩართული, ეს ნიშანი კი გვავალდებულებს, რომ გავჩერდეთ, ანუ სწორი პასუხია დიახ. რეგულირებული გზაჯვარედინი გვაქვს. ამ შემთხვევაში ეს სატრანსპორტო საშუალება დგას უკიდურეს მარცხენა ზოლში და შეუძლია მას იმოძრაოს პირდაპირ და მარცხნივ, ხოლო მობრუნებას გვიგზავნოს ეს ნიშანი. აქედან გამომდინარე, ამ სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს მხოლოდ ბედაცე მიმართულებით. და სწორი პასუხია პირველი. ტრამვაის მხოლოდ მარჯვნივ, ავტომობილს ნებისმიერი მიმართულებით. სწორი პასუხი გახლავთ მესამე. არა ბატონებო, რევერსული შუქნიშნები როცა გამორთულია, არაფრით არ შეუძლია ამას შევიდეს ამ სამოძრაო ზოლში. უპირატესობით აქ
ტრამვაის სარგებლობს, აქედან გამომდინარე გზა უნდა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის ზღოლმა და სწორი პასუხია მეორე. ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართულია მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მსხოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა. მარჯვენა ხელი აქვს გამოშერილი. ამას ჩაკეტილია გზა საერთოდ, ეს კერდის მხრიდანაა და მარჯვნივ აქვს წასვლის უფლება, აქედან გამომდინარე ამას შეუძლია ყველა მიმართულებით იმოძრაოს, ესე იგი სწორი პასუხია პირველი, სატვირთო ავტომობილის ზღოლს. მარჯვნივ შეუძლია ამ სატრანსპორტო საშუალებას იმოძრაოს, ვინაიდან ზურგის მხრიდან ჩაკეტა მოძრაობა. ანუ აქ სწორი პასუხია მეორე. მსგავს შეკითხვა წინა განვლილისა, ადრე გავიარეთ, ზურგის მხარე აქვს ჩაკეტილი და ქვეითებს უფლება აქვს გადავიდნენ, ესე იგი ამ ტრანსპორტმა უნდა დაუთმოს ქვეითებს გზა და გამომდინარე კითხვიდან სწორი პასუხია მესამე მსუბუქი ავტომობილის. გამომდინარე ამ ნახატიდან არც ერთი არ არღვევს. ესე იგი პირველი. შესაბამის ზოლებში დგანან და მას შეუძლია ამ ზოლიდან გადაადგილდეს მომდევნო ზოლში. ყველაზე ბოლოს ვინ გაივლის. პირველი გაივლის ტრამვაი და ეს მძღოლი ერთდროულად, ესე ვთქვათ, და ბოლოს დატოვებს გზაჯვარედინს სატვირთო, ანუ სწორი პასუხია პირველი. მოძრაობის უფლება აქვს. ზურგის მხარეთ დგას, ამას ჩაუკეტა მოძრაობა და ამას მოძრაობის უფლება აქვს სატვირთოს, ანუ სწორი პასუხია მესამე. შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრებით ნაჩვენები მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე. მეორე, სატვირთო ავტომობილს. ორივე ხელი აქვს ჩამოშორილი. აქედან გამომდინარე უკაცრავად მარჯვენა ხელი აქვს გამოშვერილი წინ. ამგეს მოძრაობის უფლება აქვს მხოლოდ მარჯვნივ ამ სატრანსპორტო საშუალებას ნებისმიერი მიმართულებით. ვინაიდან ესენი პირდაპირ, ესე იგი ვისრებით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს სატვირთოს და სწორი პასუხია პირველი. მარჯვენა ხელი აქვს წინ გამოშვერილი, ამ მხრიდან მსუბუქებს ნებისმიერი მიმართულებით ტრამვაის მხოლოდ მარცხნივ, კერდის მხრიდან ეს ტრანსპორტი უნდა მოძრაობდეს მარჯვნივ,
ტრამვაი კი მარჯვნივ. ანუ მოცემულ სიტუაციაში მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვთ ტრამვაიებს და ამ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებას. ესე იგი, ორივე ტრამვაის და მსუბუქ ავტომობილის მძღოლებს. სწორი პასუხია მესამე. მოკლედ, გავიმეორთ, ესე იგი, მკერდის მხრიდან არიან ეს სატრანსპორტო საშუალებები და მათ მოძრაობის უფლება აქვს მხოლოდ მარჯვნივ. ეს სატრანსპორტო საშუალება მარცხნივ აპირებს მოძრაობას, ანუ ვერ იმოძრავებს. ტრამვაი წამოვა მარჯვნივ, ეს ტრამვაი კი მარცხნივ. ამ ტრანსპორტს კი ნებისმიერი მიმართულებით აქვს მოძრაობის უფლება. ანუ მოცემული კითხვის სწორი პასუხია ორივე ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს შეუძლიათ იმოძრავონ ამ ჟესტიკულაციის დროს. მობრუნების უფლება რომელ სატრანსპორტო საშუალებას აქვს, ანუ რომელი ავტომობილის მძღოლს შეუძლია მობრუნდეს გზაჯვარედინზე მოცემულ სიტუაციაში. მობრუნების უფლება ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებას აქვს, მაგრამ იგი ვერ მოაბრუნებს მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან მას მოუწევს საგზაო ნიშნის ამგზავრავი ნიშნის მოთხოვნის დარღვევა. აქედან გამომდინარე, მობრუნება ასეთ სიტუაციაში არც ერთ სატრანსპორტო საშუალებას არ შეუძლია. ასეთ სიტუაციაში მარჯვენა ხელი აქვს წინ, ამ მხრიდან. ურელსოებს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობა, რელსიანს მხოლოდ მარცხნივ. მკერდის მხრიდან ამ სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ანუ ასეთ სიტუაციაში მოძრაობის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქ ავტომობილს. და სწორი პასუხია მხოლოდ ავტომობილს. მხოლოდ დიახ, მოტოციკლს ყოფილა მოტოციკლს და მსუბუქ ავტომობილს. მოტოციკლს და მსუბუქ ავტომობილს. მარჯვენა ხელი აქვს წინ. ესე იგი, ეს მხარე ჩაკეტა, ეს მხარე ჩაკეტა. ტრამვაი აპირებს პირდაპირ მოძრაობას, როგორც ჩანს და არ შეუძლია, ანუ ასეთ სიტუაციაში მოძრაობის გაგრძელების უფლება არავის არ აქვს. მიმართულებით ზურგის მხარე ჩაკეტილია, ესე იგი ვერ მოძრაობს, მკერდის მხარე ჩაკეტილია, ვერ მოძრაობს, აი ამას შეუძლია იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ. ანუ კითხვაზე სწორი პასუხი იქნება მესამე, ავტობუსი. აქ წითელი უნთია და შესაბამისად ამ ზოლიდან არსად მოძრაობის უფლება არ აქვს ამ სატრანსპორტო საშუალებას და სწორი პასუხი იქნება მესამე. დიახ, შეუძლია, ვინაიდან ეს დამატებით სექცია განკუთვნილია აი ამ გზისთვის. აქ ნაჩვენები ნებისმიერი ტრაექტორიით შეუძლია შევიდეს მარცხნივ. წითელი ავტომობილის მძღოლი და სწორი პასუხია შესაბამისად პირველი.
კიდევ შეგახსენებთ, ასეთ სიტუაციაში თუ არსებობს ზდეკ ხაზი, უნდა გავჩერდეთ, ანუ შეუძლია თუ არა ნახატზე ნაჩვენები მანერის შესრულება შუქნიშნების მოცემულ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში სწორი პასუხი იქნება არა. ხოლო ასეთ შემთხვევაში სწორი პასუხია დიახ, ვინაიდან აქ არ გვაქვს ზდეკ ხაზი. როგორც ვიცით, მარეგულირებლებს ემორჩილებიან თვით ასეთი ტრანსპორტიც, ამიტომ სწორი პასუხია, ჩემო ბატონებო, პირველი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ვინაიდან მარეგულირებელი ამას საერთოდ ugზავნებს მოძრაობას. მსუბუქს შეუძლია იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ. მარცხნივ მოხოვანი ნებადართულია, დიახ, შეუძლია აქ ორი სამოძრაო ზოლია, შეუძლია შევიდეს ამ ზოლში ამ წითელ სატრანსპორტო საშუალებას. საქმე გვაქვს არარეგულირებულ გზაჯვარედინზე და ძალაშია უკვე ეს ნიშნები, მთავარი გზა მარჯვნივ, ესე იგი ორივენი იმყოფებიან მთავარ გზაზე. მოტოციკლისტი ვალდებულია დაუთმოს სათვირთოს და გაიაროს ამ ტრაექტორიით. ესე იგი სწორი პასუხია პირველი, გაატაროს სათვირთო ავტომობილის მძღოლი და მოუხვიოს მარცხნივ ა ტრაექტორიით. მესამე, მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნის დამატებითი სექციით. აქ არც ერთი ჩამოთვლილი პასუხებიდან არც ერთი არ არის სწორი, შესაბამისად კითხვაზე პასუხი იქნება მეოთხე. მე რამდენად ხდება? არ შეიძლება, არა. ხვდებით ალბათ, რომ აქ სწორი პასუხია მეორე. მსგავსი შეხვდა ასეთი მსგავსი კითხვა და აქ სწორი პასუხი არის პირველი, უნდა გააგრძელოს, არ უნდა დაამხრჩოს მკვეთრად. რა თქმა უნდა, მარეგულირებლის სიგნალებს ვემორჩილებით. ეს კი ნიშნავს, რომ მალე ჩაერთვება მწვანე სიგნალი. მოძრაობა აკრძალულია. პირველი, მხოლოდ ისრით ნაჩვენები მიმართულებით. მესამე, როდესაც მარეგულირებელი დგას ჟესტიკულაციით ანიშნებს გაჩერებას, ხოლო თუ იგი ტრანსპორტით მოყვება ჩვენ, იგი გვაფრთხილებს ხმამაღლა მოლაპარაკეთი გაჩერების შესახებ.
განმარტებული გვაქვს, რომ ყურადღების მისაპყრობად. მეორე არა რეგულირება ზაჯვარედინის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, როდესაც მუდმივად არის ჩართული ყვითელი მოციმციმე სექცია. დიახ, ვალდებულია. უნდა დავასრულოთ, დიახ. მეორეა სწორი პასუხი. რომ მალე ჩაერთვება წვანე სექცია. სწორი პასუხია შესაბამისად მეორე.